გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერო და ცოტა ავანტურისტებო, იმიტომ რომ ავანტურისტული ვიდეოები ჩავწერვა. ეს იარაღის განხილვა არ იქნება, არც ჩემი განხილვა არ იქნება, ეს იქნება ისეთი რამე, რასაც ქვია იარაღის ეს სროლა. აი აქედან. დამიზნების გარეშე, ანუ კინომატოგრაფში ძალიან არის მოდებული ტიპმა ამოიღო ათაბაბა დროინდელი კოლტი და თან ესე ესროლა, ან საერთოდ ესე ესროლა რა. ეგრე არასოდეს არ მისვლი, იმიტომ რომ რეგვენი არა ვარ. ან არც დამჭირვებია რომ რატომაც ეხლა თუ აქამდე ამოწი იარაღი, ბარემ აქამდეც ამოწე. ამიტომ რა უნდა ნახევარი წამია, მაგრამ რომ ეხლა კინოში რომ ძალიან მაგარი ტიპი ხარ, ეგრევე უნდა ისროლო. შეიძლება ცხოვრებაში დაგჭირდეს ისეთი რაღაცა, რომ ან ქურთუქში გაქან რაღაცა და ვიღაცას, რა ვიცი. ყველა ვარიანტში თუ გისროლიათ მომწერეთ და მე რა შედეგები გქონდათ. აი ჩამოვკიდე ესეთი ქაღალდი, თვალები და პირი დაუღე და ჭიპი. სავარაუდოდ და სამუშაო ვერსიად ვალოდია დავარქვი და ვალოდიას ვესვრი. ვესვრი სადღაც მაინცა გადმოზომო. 5 მეტრიდან. პისტოლის სროლა ხდება დაახლოებით ესეთ მანძილებზე რა, სადღაც ძალიან შორტზე 70 მეტრზე არავინ არ ისვრის. შეიძლება გამწარე 2008 წლის ომში ისე ახლო დაფრინდა რუსიის თვითმფრინავი, რომ ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა ამოიღო და მაკაროს ესროდა. ეგრეთ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ დამიჯერეთ იქნება ეგ ყველაფერი ამაო და ფუჭი. მაგ გლოკი 17 ჭიდი შეგტყვიები არ ადევს. იარაღი არ გამოიტანოთ სახელიდან, თუ არა გაქვთ ტარების უფლება, ან პოლიციისგან გადაადგილების უფლება. დიდი ჯარიმა მოყვება იარაღს ჩამოგვარცხევენ, შეიძლება ციხეშიც ამოყოთ თავი. ეს იარაღი ვისაც ტარების უფლებაც არის, აგერადგა, გადმომცა, გავისვრი, დაუბრუნებ უკან. ანუ მაგას ყურადღება მიაქცეთ. მაქსიმალურად კი არა, კანონი არასოდეს არ დაარღვევთ, იმიტომ რომ ეგ არის ცუდი საქმე. აი ესეთი კატალოგია ქართველი მეწარმეების ნაწარმი და მაღაზია ბლეიჩიში, სადაც დანები იყიდება ეს ფიგურებიც ღირს 150 ლარი, გაკეთებულია სრული წესით დაცვით, ანუ ეთნო ფიგურებია, მინიმალისტური, ეს დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, რუსთაველი და ჩვეულებრივი ქართველი ჩვენი წინაპარი ჩოხით რო დადიოდა. ესეც გათხრების შედეგად ნაპოვნი თამადა ძალიან გავს იმას, რაც იპოვნეს. ასე რომ მობძანდით, ვისაც სასაჩუქრით გინდათ, მშვენიერი რაღაცა არის. ჩავდოთ 3 ტყვია. სოლიდოს ყურები დაიცავით ხომ აუცილებლად. და ვესროლოთ ანუ რომელიმე კინო გაგონდება ესე რომ ისრიან. ჯონ ვეინი თამაშობდა ხოლმე დიდ კინოებში. მოკლედ ვეცდები რომ ვალოდიას ვესროლო ჭიფში. ანუ ყველა ვარიანტში ჭიფში რა, მაიცა, აი უყურეთ. სამიზნე შორიდან კი ჩანს, მაგრამ ისეთი. რამის ჩემი სიმაღლეა რა, უყურე. ანუ ადამიანის სიმაღლეა, ვესვრი სადღაც აი აქ. ანუ თუ ეგეთ ჯერ სოლას თუ აპირებთ, სოლიდოს არ უნდა ეცადოთ, თუ თავში გაარტყათ ადამიანს, იმიტომ რაც უფრო პატარა რაღაცაზე, უფრო მეტი შანსია რომ ტყვია ასწინოთ. ანუ თქვენი ერთადერთი ამოცანაა, თუ პირველმა სოლა დააპირეთ, როგორღაც სადმე მოვარტყათ. სადმე არის ადამიანის აი ეს ადგილი. ფეხში მოვარტყათ და რაღაც შეიძლება ასწინოთ, თავში ასწინოთ, ხელში ასწინოთ. ანუ რაც დიდ საგანს ესვრის, უფრო მეტი შანსი გაქვთ რომ მოხდეს. თან ეს კალიბრი 9-19 ისეთი ვერაგია, სადაც მოხდება, იმას მაინც დააგდებს. გრიზლი რო იყოს დიდი დათვი, იმასაც გააჩერებს რა, ასე რომ სახუმარო ვაზნა არ არის, ტყვია. ამიტომ ვესვრი აი ჭიფში და ვნახოთ საერთოდ თუ გავარტყავ რა. აი აქედან, აი ესე ვესვრი. მე ჩემი თავისგან ეგეთ რამეს არ მოველოდი.
აი 1 2 და 3 ანუ მე პირდაპირ ვიტყვი რომ ესეთი სროლა ამართლებს ხო ნახეთ როგორ ვესროლე არ დაუმიზნე აი დედასაც ფიცა ვარ და მამასაც არ მივარჯიშია ცხოვრებაში პირველად ვისროლე ანუ სოლიშენებ ჭედი ამოიღეთ ნახეთ შიგ ხდება არაფერი ახლა შეგვიძლია ბუტაფორლე მეჭიროს ხელში უბრალოდ კიდე ერთხელ გავამერო ამოვიღე და ვესროლე ესე არ დამიზნებია 5 მეტრში ვალოდიას აი ხო თქვი რომ ჭიფში დაუმიზნებ მეთქი ჩათვალეთ რომ აი სადღაც აი კერდის ადგილზე ადამიანი ყველაზე განიერი ადამიანსაც გააჩნია ხიდან როცა კაცი ვარდება თავით ეცემა ქალი ტრაკით იცი რატო კაც მხრები აქვს დიდი და მეტი ხორცის მასა ქალს კიდე წონას ხო გაადაახ ნუ ყველა ვარიანტში მე არ მოგიწოდებთ რაიმე ძალადობისაკენ ეს ნახეთ როგორ ხდება ეგ ამბავი მერე თუ ხასიათზე ვიქნები გადავიღებ და ამაზე ორჯერ უფრო შორი მანძილიდან ვესვრი ამან გაამართლა ანუ აი ესე პირდაპირ შეგიძლიათ მოვარტყათ თავარია მაჯა კონდეთ მიჩეული და რაღაც ხელი არ გიკაკალებთ სხვადასხვა ავანტურული ვიდეოების თუ თქვენ აქვს აზრი რამე მომწეთ ახლა ის არ მომწევთ მოი ტანკი აფეთქო რაღაცა რა შეგვიძლია რა კარგად წადებოდეთ შემდეგ ვიდეო